ათენი არის აბსოლუტური ანტიპოდი სპარტის. თვითონ ამ პროვინციას, ამ ოლქს, რომელსაც ათენი მართავს, ქვია ატიკა. ათენი არის ატიკის მთავარი ქალაქი, წამყვანი პოლისი. ორი მთავარი პრინციპი ჰქონდათ: არჩევითობა პლუს მოკლევადიანობა. ამით აჯობეს ხوارს. ცვალებადობა. რა თქმა უნდა. როცა ცვლი, უკეთესიც უფრო ხშირად დაგემართება ხოლმე რა. დრაკონულ კანონს როცა ახსენებენ, პოლიტიკოსები ბევრი. და ჩვენი მაყურებელიც როცა უსმენს, ყველას გონია რომ გველეშაპზე ლაპარაკი. გველეშაპის გველეშაპი არის დრაკონული ფუძე. ძვირფას მეგობრებო, არავით არის გველეშაპი არ არის. ათენს ყავდა არქონტი, სახელად დრაკონტი. დრაკონსაც ეძახოთ. და რატო არის მისი კანონები ასეთი დაუნდობელი და ცუდად რატო ითვლება? დანაშაული ისჯებოდა ყველა თანაბრად. მაგალითად, კაცის გვლელობაზე და ათენის ბაზარში მწვანელის ქურდობაზე კლავდნენ ადამიანს. 594 წელს არქონტად, კერძოდ ეპონიმად ირჩევენ. იყო ასეთი კაცი სოლონი, დიდი წარმომადგენელი აბოსოს სამეფო დინასტიიდანაც იყო ძველი. სოლონი ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საბერძნეთ ათენის ისტორიაში, საბერძნეთის ისტორიაში და მე რომ გითხოთ ევროპის და მსოფლიოს ისტორიაში. სიკვდილამდე 1 წლით ადრე ათენში აირია სიტყვაც. გამოჩნდა ასეთი კაცი, სახელად პისისტრატე, მის ნათესავია. სოლონის ნათესავია პისისტრატე. რომელმაც ერთ-ერთი ეკლესიის შეგრების დროს ხელში ჩაიგდო ხელისუფლება. დაშალა ყველაფერი, საცხოვრებშია. მე მოგხედავთ აწიო რა. ტირანია დამყარდა ათენში. გამოჩნდა კაცი, კანონებს მიღმა. მაგრამ საინტერესო რა არის, ორჯერ დაამხეს. მის დროს გამოჩნდა თეატრი ათენში. მას თანა ტირანებად ყავს თავისი შვილები, ჰიპია და ჰიპარქე. 627 წელს მოკვდა პისისტრატე. ხელისუფლება დაიტოვეს ამ ბიჭებმა შვილები. ათენელების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტეს, რომ უნდა დავხოცოთ ესენი რა. არ არის საშველი უკვე რა. გვეყოფა. არის ასეთი ცნობა, რომ კლისთენემ მოისყიდა პითია და პითიამ სპარტელებს შეუთვალა. გაანთავისუფლეთ ათენი ტირანის. 510 წელს სპარტელების ჯარი შევიდა ათენში. და დაამხეს ჰიპია. მოგესალმებით ყველას, მე ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ვარ, თქვენ უყურებთ დროების YouTube არხს და გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში. და მსოფლიოს კაცობრიობის ისტორიის შესახებ ამ უაღრესად საინტერესო მოგზაურობის მეგზური ისტორიკოსი კუბა სანიკიძე. ჩვენს წინა გადაცემაში გამორჩეულად საინტერესო ისტორიები მოვისმინეთ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო სპარტას შესახებ და დადგა ათენის ჯერიც, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ალბათ სრული ანტიპოდი იმისა, რაც მანამდე კუბაზმა მოგვითხრა, თუმცა ამ ორი მთავარი ქალაქ-სახელმწიფოს, ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის, აღზრდის წესის, კულტურული თავისებურებების შესწავლა და გაცნობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს იმისთვის, რომ ჩვენ მოვამზადოთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი პირველი ცივილიზაციური დაპირისპირების, ანუ აქემენიდების სპარსეთისა და საბერძნეთის ომის და ამ ისტორიული დაპირისპირების შესახებ მონათხრობისთვის. სანამ დავიწყებთ საუბარს ათენზე, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონოთ, გადააზიაროთ იმისთვის, რომ ამ ცოდნის გაზიარების და მიღების საშუალება გქონდეს, რაც შეიძლება მეტ ქართულ ენოვან მსმენელსა და მაყურებელს. მას ასე მთავარი ბერძნული სახელმწიფო, ქალაქ-სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ათენი. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა თანადგომისათვის და ინტერესისათვის, ჩემთვის თქვენი ყურადღება არის დიდი პატივი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ვფიქრობ, რომ ყველანი ერთად, მეც, გიორგიც, ჩვენი ბიჭებიც, რომლებიც ასე უანგაროდ გვეხმარებიან ამ გადაცემის გაკეთებაში და თქვენც ასევე ძვირფასო ტელემაყურებელო და მსმენელო, მგონია, რომ სწორი გზით მივდივართ და
ეს მახარებს ნამდვილად. ჩვენ წინა მოგზაურობაში გავიარეთ სპარტის სტრუქტურა, ქალაქ სახელმწიფო სპარტის სტრუქტურა. ვინ იყვნენ სპარტელები, როგორი სახელმწიფო სისტემა ჰქონდათ, აღზრდის წესი, აგოგე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. აგოგეს სრული კურსი თუ ადამიანს არ ჰქონდა გავლილი, ანუ ითვლება 7 წლიდან 30 წლამდე ის სპარტიატი, ანუ სპარტის მოქალაქე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდებოდა, ხო? სპარტის მთავარი თვისება იყო ერთგულება კანონების უცვლელობა, შიდა სამოქალაქო სიმყარე, იმიტომ რომ სპარტას არ ახსოვს სამოქალაქო დაპირისპირება შიგნით, რაც სხვა ბერძნულ ქალაქებზე ვერ ვიტყვით, მათ შორის ათენზეც. და მთავარი ხასიათი სპარტის ეს არის ტირანის წინააღმდეგ მოქმედება და ბრძოლა. სპარტელებს ძალიან არ უყვარდათ ადამიანები, რომლებიც თავს კანონზე მაღლა აყენებდნენ. მით უმეტეს თავის სახელმწიფოში და მით უმეტეს სხვა სახელმწიფოებშიც კი. გადავიდეთ ათენზე. ათენი არის აბსოლუტური ანტიპოდი სპარტის. გვახსოვს, რომ სპარტელები თავისი მოდგმით არიან დორიელების გვარტომიდან, ისევ გავიმეორებ, ბერძნები 4 გვარტომიდან შედგებოდნენ. ისინი იყვნენ დორიელები, იონიელები, ეულიელები და აქეელები, ხო? ყველაზე ძველი პლასტი მაინც აქეელები იყვნენ. და გავიხსენოთ ის, რომ როცა დორიელებმა სპარტა დაიპყრეს, ძველი სპარტა, სადაც აქეელები ცხოვრობდნენ, იქ მოსახლეობის შერევა მოხდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი არისტოკრატული გვარი აქეის სპარტიდან დორიელების დაფუძნების შემდეგ მიგრაცია განიცადეს და გადავიდნენ ათენში. და ძალიან ბევრი ათენური ძველი არისტოკრატული გვარი იყვნენ აქეელი სპარტელები, რომლებიც დიდი სიხარულით მიიღეს ათენში სხვათა შორის. ათენს ჰქონდა ეს თვისება განსხვავებით იზოლირებული სპარტისგან, სადაც არც უცხოელი შესვლა არ შეიძლებოდა, არც სპარტელები არ გამოდიოდნენ გარდა ომისა და დიპლომატიის დროს. ათენი ყოველთვის ღია იყო უცხოელთათვის, ჭალებში, მათ შორის ბერძნებისთვის, დორიელებისთვისაც, აქეელებისთვისაც, ეოლიელებისთვისაც და მე რომ მკითხოთ ათენის სიძლიერე, მე რაც ათენს კლასიკურ პერიკლეს ათენს დავარქმევთ, ხო, კლასიკურ ელადას, რომლის მედროში ათენი იყო, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ათენის სიძლიერის, სიმდიდრის და გავლენების იყო ის, რომ ღია იყო ეს ყოველთვის. გახსნილობა განსხვავებით სპარტისგან, რომელიც იზოლირებული საზოგადოება იყო. აბსოლუტურად არაფერში ერთმანეთს არ გავდნენ. არაფერში, აი დამთხევაც კი არ ჰქონდათ არაფერში. ათენი ძველი ქალაქია, არის სხვადასხვა მონაცემები, თქვათ, რომ ეს, მაგრამ ახლა რომ დავიწყოთ უძველესი არქაული ეპოქიდან და მანამდე კიდე ბნელი საუკუნეებიდან, ათენი არის ქალაქი, არ არის ზღვის პირას, მაგრამ ზღვიდან რამოდენიმე კილომეტრში არიან დაფუძნებული და თვითონ ამ პროვინციას, ამ ოლქს, რომელსაც ათენი მართავს, ქვია ატიკა. ათენი არის ატიკის მთავარი ქალაქი, წამყვანი პოლისი. როგორც წინა ლექციაში ვახსენეთ, სპარტა არის ლაკონიის ან ლაკედემონის, სამივე შეიძლება სწორია, ლაკედემონის პროვინციის მთავარი ქალაქი, ხო? ასე იყო ჰეგემონი პოლისები, რომლებიც გარკვეულ ოლქებს აკონტროლებდნენ. ასე იყო მაგალითად თებე ბეოტიაში, თქვათ, ხო? არგოლიდაში, არგოსი და ასე შემდეგ. ჩვენი ლექციის ბოლოს მე შემდეგი ლექციები, როცა ბერძენ-სპარსელთა ომები უნდა დაიწყოს, ჩვენ აუცილებლად გავივლით საბერძნეთის რუკას. როგორ ხვდებოდნენ ბერძნები ამ დიდ სტიქიას, რასაც სპარსული სტიქია ერქვა, ხო? ათენში ისე როგორც დანარჩენ ბერძნულ პოლისებში ჩამოყალიბებული იყო ორი დაჯგუფება, რა თქმა უნდა, არისტოკრატია და ხალხი, დემოსი, მაგრამ ათენში ცოტა სპეციფიური სახე ჰქონდა. არისტოკრატებს ეძახოდნენ ევპატრიდებს.
ეპატრიდები ქართულად რო თარგმნოთ არის კარგი მამიშვილები. მაგალითად ევგენი არის კარგი გენეტიკა, კარგად შობილი, ხო? პატრიდი, ანუ კარგი მამის ძენი. ესენი არიან არისტოკრატები, ძველი ხერხემალი ათენური პოლისისა, ხო? არიან კიდევ გეომორები. გეომორები არიან მიწათმოქმედები, გლეხები, თუმცა გლეხი ცოტა სხვანაირი სისტემა არის გლეხობა ჩვენთან რაც უმალ დავარქვათ ეს გლეხები, მიწათმოქმედები, ვინც ატიკაში ამუშავებენ მიწას. და არიან დემიურგები. დემიურგის მნიშვნელობა ძალიან ბევრია ხანდახან მოგვიანებით რელიგიაში ღმერთის აღნიშნულიც არის, მაგრამ დემიურგი ითარგმნება როგორც ხელოსანი, შემქმნელი. ამიტომ ესენი არიან ხელოსნები. ხელობის ცოდნენი, ზოგი კერამიკას ამუშავებს, ზოგი ხეზე მუშაობს, ზოგი გემებს აშენებს, ზოგი პორტში მუშაობს, ასე შემდეგ. ანუ ყველა ის, ვინც ეპატრიდი არ არის და ვისაც მიწის ნაკვეთი არ აქვს. ანუ ეს სამი დაჯგუფება არის რა, სამი სოციალური ფენა არის უძველეს ათენში. ეპატრიდები, გეომორები და დემიურგები. ათენს მართავს ტრადიციულად უხუცესთა საბჭო. ამას ქვია არეოპაგი. არეოპაგი არის ადგილი ათენში, გადმოცემით, სადაც ომის ღმერთი არესი გაასამართლეს ღმერთებმა, როცა პოსეიდონის ზღვის სტიქიის ღმერთი შვილი შემოაკვდა, თუ მოკლა, ხო? მაგრამ ახამას დავანებოთ ჩვენ მე ბერძნულ მითოსზე ფიქრობ, რომ ცალკე გადაცემების ციკლი უნდა გავაკეთოთ, ხო? აქ იკრიბება უხუცესთა საბჭო, უხუცესი. რა თქმა უნდა, ესენი უმეტესწილად არიან ეპატრიდები, არისტოკრატია. სახელმწიფოს მართავენ არქონტები. თავიდან ეს იყო მუდმივი, თავიდან რა თქმა უნდა ბასილევსები ყავდათ, მეფეები ყველამ გაიარა, ყველა ბერძნულმა პოლისმა, მაგრამ მერე უკვე მონარქიის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ ბერძნებზე, მერე არჩევითი ორგანოები შემოვიდა, ამიტომ თავიდან იყო არქონტი, რომელიც სამეფო გვარიდან იყო და სიკვდილამდე ირჩევდნენ მას, მაგრამ მერე უკვე ვადიანობა შემოვიდა. პირველი ასეც ირჩევდნენ თავიდან სამი არქონტი იყო, ეს იყო არქონტი ეპონიმი, ეს იყო მთავარი, ანუ მომრიგებელი, აღმასრულებელი პრემიერ-მინისტრი დავარქვათ ასე. ეს იყო არქონტი ბასილევსი, ეს იყო სასულიერო საქმეების, ანუ ტაძრები და მსხვერპლი შეწირვა და ასე შემდეგ რელიგიური საქმე ებარა ღმერთების კეთილ განწყობაზე ზრუნავდა ქალაქი ათენის მიმართ. და ეს იყო არქონტი პოლემარქი, ეს არის სარდალი, სამხედრო პირი. ეს სამეული მართავს, თუმცა მერე დაამატეს მოგვიანებით 6 არქონტი, თესმოთენდები, რომლებიც იყვნენ მსაჯულები. ანუ გამოვიდა 9. ათენს უძველესი დროიდან მართავენ 9 არქონტი, რომლებიც საბჭო აქვთ. თავარი რა თქმა უნდა ეპონიმი არის. თავიდან სამუდამოდ ირჩევდნენ, მერე 10 წლიანი, მოგვიანებით 10 წლიანი ვადით და ბოლოს თითო წლით ირჩევდნენ. აი ეს დავიმახსოვროთ კარგად, ჯერ ბერძნებს და მე რომაელებს. ამით აჯობეს დანარჩენ ხალხებს. ორი მთავარი პრინციპი ჰქონდათ: არჩევითობა პლუს მოკლევადიანობა. ამით აჯობეს ხუებს. ცვალებადობა. რა თქმა უნდა. როცა ცვლი უკეთესიც უფრო ხშირად დაგემართება ხოლმე რა. მაგალითად ასეთი არქონტი ძალიან ხშირად გავიგებთ ხოლმე განსაკუთრებით ჩვენს ტელეეთერებში, ბევრი პოლიტიკოსი ახსენებს ამას. რაღაცა ცუდი კანონები როცა არის, სულ ამბობ დრაკონული კანონები და დარწმუნებული ვარ ახლა. ამაში დავნაშავე არავინ არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უციგნურობის ბრალ დრაკონულ კანონს როცა ახსენებენ პოლიტიკოსები ბევრი. და ჩვენ მაყურებელს როცა უსმენს, ყველას გონია რომ გველეშაპზე ლაპარაკი. გველეშაპის გველეშაპი არის დრაკონული კანონების ფუძე. ძვირფას მეგობრებო, არავით არის გველეშაპი არ არის. ათენს ყავდა არქონტი,
სახელად დრაკონტი. დრაკონსაც ეძახოდნენ. და რატო არის მისი კანონები ასეთი დაუნდობელი და ცუდად რატო ითვლება? დრაკონტმა ისეთი ცვლილებები კანონმდებლობებში განახორციელა, რომ დანაშაული ისჯებოდა ყველა თანაბრად. მაგალითად, სიკვდილით ისჯებოდა. მაგალითად, კაცის მკვლელობაზე და ათენის ბაზარში მწვანელის ქურდობაზე კლავდნენ ადამიანს. ამიტომ ითვლება, რომ დრაკონული კანონები, ანუ არაჰუმანური, არაპროპორციული. არაპროპორციული და ხო, რა ვიცი, გაუგებარი და მარტო დასჯაზე რო არის. აქედან მოდის ეს. აცი მე იმედი მაქვს, რომ ყველა გვეცოდინება, რომ დრაკონულს როცა ვამბობთ, არაფერშვაში არ არის მითიური ცხოველი. კონკრეტული პირი იყო დრაკონტი. თუმცა, ბევრი რაღაცები გაიარა ათენმა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ ერთ პროცესს, რომ გეომერები, მიწათმოქმედები ექცევიან კაბალაში, ვალებში, ექცევიან ეპატრიდების ვალებში, იმიტომ რომ ხა მიწაზე როცა მუშაობ, ხან მოუსავლიანია, ხან წვიმებიანია, ხან თქვათ გვალვიანი არის და ხან როცა მოუსავლიანი იყო უმეტესწილად, ხო, თქვათ, ამის გამო ხდებოდა ეს. ვალებში ჩაწვნენ. ეპატრიდებიდან იღებენ ვალებს, მერე ვეღარ ისტუმრებენ. ეს ვალი არის მარადიული მცნება ძველ საბერძნეთში და დღესაც ვალს რო ვალს დაამატებ, წვეები და ჭაობში ეფლობი, ხო. ვეღარ გამოდიხარ. ამიტომ ჩვენ ახლა რო გავიხსენთ პოლიციებში თავისუფალი მოქალაქეები არიან, ხო, განსაკუთრებით თავისუფალი მოქალაქეები არის მიწათმოქმედია, ხო, ვისაც მიწა აქვს, ისაა თავისუფალი მოქალაქე. სახალხო კრებებში ისიღებს მონაწილეობას, გადაწყვეტილებებს ისიღებს, მაგრამ იმდენი ხალხი ჩავარდა ვალში, რომ ბევრი მონად მიეყიდა ვალიდან ამოსასვლელად, ბევრი გაიქცა, დატოვა ატიკა. აღარ იყო საშველი რა. და სახელმწიფო ჩავარდა უმძიმეს მდგომარეობაში. ათენის პოლიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში ახლა. მე როცა ასეთ სიტუაცია ერთი ნაწილი მეორეს უწევს ექსპლუატაციას და მეორეს გამოსავლებას, ან აჯანყება, გადატრიალება, ან რაღაცა რეფორმები უნდა მოხდეს, ასე ვერ გაგრძელდება. ყველა სხვა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო მათ უსრებთ უკვე. სპარტა არის, კორინთო არის, არგოსია, თებეა. კონკურენცია, აი ბერძნული ცივილიზაციის უპირატესობა რაში იყო? ნუ ერთიანობა არ ქონდათ, მაგრამ სამაგიერო კონკურენცია ქონდათ. ერთმანეთისგან იღებდნენ რაღაცებს, ერთმანეთისგან არ იღებდნენ რაღაცებს. კონკურენცია ესა ბერძნული ცივილიზაცია, საერთოდ ევროპული ცივილიზაციის საფუძველი ეს არის კონკურენცია. კონკურენცია ყოველთვის აჩენს უკეთეს, იმიტომ რომ უარესი ისპობა, ნადგურდება და უკეთესი, უფრო ძლიერი მიდის წინ, ხო? ამიტომ მე-6 საუკუნის ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის დასაწყისისთვის მომწიფებულია, რომ რაღაცა უნდა მოხდეს, ასე ვერ გავაგრძელებთ, ან უნდა დავწყვიტოთ ერთმანეთი, დავერიოთ ერთმანეთს, ან კიდევ ვიღაცა უნდა მოვიდეს და მიხედოს სახელმწიფოს. ერთი ნაწილი გამდიდრდა, მეორე ნაწილი გაღატაკდა, საერთოდ დაემონენ იმ პირველ ნაწილს და 594 წელს არქონტად, კერძოდ ეპონიმად ირჩევენ, იყო ასეთი კაცი სოლონი, დიდი წარმომადგენელი ამბობს, რომ სამეფო დინასტიიდანაც იყო ძველი. სოლონი ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ათენის ისტორიაში, საბერძნეთის ისტორიაში და მე რომ ვკითხოთ ევროპის და მსოფლიოს ისტორიაშიც. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან უნდა ჩაატაროს რეფორმებთან რადიკალური. საინტერესო ის არის, რომ ახლა ჩვენ სოლონის რეფორმებზე ვილაპარაკებთ, მაგრამ ერთი რამე უნდა ერთ წელიწადში გააკეთა ეს. ერთი წელი იყო არქონტი. რა გააკეთა სოლონმა, ხო? პირველი რაც გააკეთა, ვალები ჩამოაწარა ყველას. ისეთი უაზრო ვალები იყო, რომ იმას ადამიანი ვერ გადაიხდიდა და იმ ეპატრიდებმაც იცოდნენ, რომ ვერავინ ვერ გადაიხდის ამას, რა. ანუ ვალების ჩამოწერა პირველი რაც გააკეთა. ბევრი ათენელი დაბრუნდა.
ათენში და ატიკაში. ამის გამო ვალები ჩამოეძა, ვინც გაქცეული იყო ვალების გამო მოbrunდნენ. მეორე მან მოიწვია უცხოელები. ხელოსნებად. განსაკუთრებით იონიელები. იმიტომ იონიელები ამ ბერძნულ გვარტომებში ყველაზე შემოქმედი ხალხი იყვნენ და მათ არ მიცა სამოქალაქო უფლებები, მაგრამ თავისუფლები იყვნენ, ამათ ქვიათ მეტეკები. ესენი არიან ხელოსნები, დურგლები, მშენებლები, სხვა ოსნები, გემებს აშენებენ, პორტი აქვს ათენს, რამოდენიმე კილომეტრში, პირევსი ქვია ამ პორტს ეს. დავიმახსოვრ ძალიან დიდ როლს თამაშობდა პირევს. და მე ხელი შეუწყო უცხოელების შემოსვლას. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ეკონომიკური ზრდა. მაგრამ ყველა დიდი რეფორმატორი, რასაც აკეთებდა, ერთ-ერთი მთავარი იყო, ეს იყო ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა. ათენი და ატიკა იყოფა 4 ფილეთ. ფილე არის ტომი, ასე ითარგმნა. 4 ფილედან იყო შემდგარი. სოლონმა დაიწყო, ვიცით, არეოპაგი არსებობს, მაგრამ არეოპაგის პარალელურად ახალი საბჭო შექმნა. ბულე საბჭო იგივე. თითო ფილე ირჩევდა 100 კაცს. ანუ მივიღეთ მეორე საბჭო, ბულე 400 კაციანი საბჭო და მივიღეთ რა, რომ არეოპაგი და ბულე ორი ორგანო არის. ერთი ეპატრიდების არის, ტრადიციულია და მეორე ახალი არჩევითი. ორპალატიანი აი მივდივარ მამ. ეგ კარგია რომ დამასწარ. ახლა ბულეს ხო რა თქმა უნდა თავარი ორგანო არის სახალხო კრება, ანუ ეკლესია. ეკლესია ქვია. ბერძნულად ნიშნავს სახალხო კრებას. სახალხო კრება, იკრიბებიან, მაგრამ ახლა ყოველთვის ეკლესიის შეკრება უზენაი, როგორც სპარტაში აპელა არის, ისე არის ათენში ეკლესია. მაგრამ ახლა ყოველდღე ხო ვერ შეიკრიბება ფუნქციონალური დატვირთვა ეკლესიას არ აქვს, ყოველდღიურად ვერ შეიკრიბება. მე ათენელები ვაჭრები არიან, დადიან გარეთ, იონიურ ქალაქებში, სპარტისგან განსხვავებით გახსნილი ქალაქია, როგორც უცხოელებს ღებულობენ, ისე თვითონაც დადიან, ამიტომ ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ეკლესიას ვერ ესწრებოდა ახლა შეკრებებს. მუდმივ მოქმედი ორგანო ვერ იქნება. ხო, არა, თუმცა უზენაესი ორგანოა ის და ბულეს დაევალა 400-თა საბჭოს დაევალა, რომ კანონპროექტები უნდა მოამზადოს. რომ ეკლესიაზე გავიდეს. დაამტკიცოს ეკლესიამ ეს ან არ დაამტკიცოს რა მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი ბულეს კანონებს ეკლესია ამტკიცებს და არეოპაგის მდგომარეობა და ფუნქცია იმაშია, როცა დაამტკიცდება ბულეს მიერ წარდგენილი ეკლესიაზე კანონპროექტები, არეოპაგი ამოწმებს როგორ სრულდება ეს კანონები. ანუ არის ზედამხედველი. ანუ რა ჩვენ თქვი გიორგი 2600 წლის წინ ჩვენ მივიღეთ ორპალატიანი პარლამენტი ასე გამოდის ორპალატიანობა. ხო. ერთმანეთისგან განსხვავებული ფუნქციით. ეს არის პირველი ბულე არის საკანონმდებლო ინიციატივა და არეოპაგი არის აღმასრულებელი, რომელიც ამოწმებს როგორ მიმდინარეობს ამის შესრულება. ეკლესიის მიერ დამტკიცებული ეკლესია ყველაფერს ეკლესია ამტკიცებს, ისე როგორც იქ აპელა ამტკიცებს. ეკლესია სახალხო კრება. ყველა ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოში პირველი ორგანო არის სახალხო კრება. სხვადასხვა სახელები ქვიათ, მაგრამ ეს არის ფუნქციონალური სახალხო კრება. თავისუფალი მიწის მქონე მოქალაქეები ამტკიცებენ ყველაფერს. სხვა არა. ამიტომ მივიღეთ ეს, ახლა გარდა ამისა, მან გააკეთა ფულადი რეფორმა. ათენელებს ჰქონდათ ეგინური ფულის ერთეული. ეგინა არის კუნძული ათენთან ახლოს და ეგინური ფულის ერთეული საკმაოდ ტლანქი და მოუქნელი იყო და მძიმეწონიანი იყო რა. რაოდენობა ნაკლები, მაგრამ წონა მეტი ქონდა. ამან გადაიყვანა ებეურ ფულის სისტემაზე. ებეური უფრო მოქნელი იყო რა. რამაც შეუწყო ძალიან ვაჭრობის წარმოების, მშენებლობის, აი ყველაფრის განვითარებას რა.
ამიტომ ძალიან მონეტის სახით იყო. მონეტიზაცია, ხო, მონეტა უკვე გადმოიღეს, როგორც ჩანს, მონეტები გადმოიღეს ლიდიელებისგან. ჩვენ მქონდა საუბარი სპარსელებზე, როცა ვსაუბრობ, ლიდიის სამეფო, კრეზის სამეფო, აი მონეტიზაცია ლიდიამ დაიწყო. ხოთეშორის ჩვენ ქართველები ვეკუთვნით იმ ხალხების მცირე რიცხვს, სადაც მონეტიზაცია უძველეს დროიდან არის. აი კოლხური თეთრები და ასე შემდეგ, ხო? ეს ითვლება ახლა, ვისაც ფულის წარმოება და მოჭრა აქვს, ის უკვე ცივილიზებული ერი. ხო? ეს ამას ადასტურებს. ფულის რეფორმა. და რაც მთავარია, იურისპრუდენციაში შემოიღო ძალიან ბევრი ნოვაციები. მაგალითად, შემოიღო ანდერძი. აი ანდერძი ხა ყველა მეც. ეს სოლონის შემოქმედება. ანუ კაც სიკვდილის წინ შეუძლია დაწეროს ანდერძი. ახლა მანამდე ამას შემოიღება, მაგალითად ადამიანი შვილის გარეშე უშვილოდ რო კვდებოდა, მის ქონება არც ცოლს რჩებოდა და არავის. მიქონდა მის გვარს, სამათესაოს. მან შემოიღო დოკუმენტი ანდერძი, რომ კაცი რო კვდება და არ აყავს მემკვიდრე გარკვეულ შვილი ითვლება როგორც ყოველთვის, ხო? მას შეუძლია ანდერძი დაწეროს. ეს შეიძლება იყოს ცოლი, ეს შეიძლება იყოს ძმა, ვინც გაეყარდება ერთი სიტყვით. აი ხო ვითომ უმნიშვნელო ამბავია ახლა ანდერძი, მაგრამ ჩვენს იურიდიულ ცხოვრებაში ნებისმიერი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ანდერძი. ახლა მით უმეტეს როცა უახლოვდები უკვე მას, ხო? წუთი სოფლის ბოლო კარიბჭეს რომ მიუგაგუნებ, ანდერძი არის ასაკში ადამიანი მარტო ანდერძზე ფიქრობს რა. ვის დაუტოვოს, როგორ დაუტოვოს, რანაირად იქნება, დარჩება თუ არა და ასე შემდეგ. მან შემოიღო კიდე მოქალაქეებისთვის ქონებრივი ცენზი. რისი უფლება გააქვს და რა გევალება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიაში, იმიტომ ბევრს დემოკრატია გონია რომ მარტო უფლებები. ძალიან ბევრსაც ახ ჩვენთანაც ხო დემოკრატია არის მე ჩემ ჭკუაზე უნდა ვიარო რაც გამეხარდება არა გენაცვალე დემოკრატია არის თანასწორობა უფლებების და მოვალეობების და მიიღო ქონებრივი ცენზი ვინს როგორი რაოდენობის შემოსავალი აქვს პირველი კლასი არიან პენტაკოსია მედიმნიანები რას ქვია მედიმნი არის წონის ერთეული, ძველ საბერძნეთში ეს არის 52-53 კილო ან ლიტრი. პენტაკოსია მედიმნიანები არიან ყველაზე მდიდარი ხალხი, ანუ ვისაც 500 მედიმნი აქვს შემოსავალი, ან ხორბლის, ან ღვინის, ან ზეთისხილის, ზეთის უпроსწორად. ესენია ყველაზე მდიდრები. რა ევალებათ ამათ? რისი უფლება ამათ აქვთ უფლება გახდნენ არეოპაგში იყარონ კენჭი გახდნენ არეოპაგის წევრები გახდნენ იყარონ კენჭი არქონტობაზე ან სახელმწიფო მართონ მაგრამ მოვალეობა რა არის მათ ევალებათ ააშენონ გემები ფლოტი თუ საჭიროა გადაიხადონ ფული ჩადონ ინვესტიციები ქალაქისთვის ისი კეთილდღეობისთვის. ანუ უფლებები ბევრი აქვს, მაგრამ ხარჯი აქვს ბევრი. ევალებათ მათ ის კი არა, ჩემ ხასიათზე დილით გავიღვიძებ და მეცენატობას გადავწყვიტავ და ამას არა, გევალება შენ რახან მართავ სახელმწიფოს, არეოპაგი შენია, არქონტობა შენია, მაშინ მეც ხარჯავ. მეორე არის ჰიპიები, ანუ ცხენოსნები, მხედრები. იმათ 500 და ზემოთ შემოსავალი მედიმნი, ამათ აქვს 300 და 500-მდე მედიმნი შემოსავალი, ვისაც აქვს ესენია ჰიპია არის მხედრები. მათ ევალებათ რომ ომის დროს კავალერიაში იმსახურონ. ყველა სამხედრო მოსამსახურე. ისინი შეიძლება იყვნენ პირველები, შეიძლება იყვნენ გემის მეთაურები. სამხედრო გემის მეთაური კაპიტნები, ან თვითონ დაიქირავონ, ან მეხოფეებს ფული გადაუხადონ, მენიჩბეებს, ეკიპაჟების ხელფასები გაისტუმრონ, პენტაკოსია მედიმნოებს. ჰიპიები მხედრები არიან, ცხენი თვითონ უნდა იშოვოს, გაზარდოს, გაწვრთნას და ასე შემდეგ.
300 მედიმნი პლუს. მესამე არიან ზევგიტები. ეს არის 200 მედიმნი პლუს 300-მდე. ესენი არიან ყველაზე დიდი მასა. ესენი არიან ქვეითები, ჰოპლიტები. მეომრები ძიმეთ, შეჭურვილი მეომარი, ეს არის ჰოპლიტი. ისევ ვიმეორებ, ჰოპლიტი სიტყვა მოდის ფარი, ბერძნულად არის ჰოპლონი და ანუ ფარის მატარებლები. თავარი სამხედრო ძალა, ჰოპლიტები, რომლებიც ფალანგაში იბრძვიან, ესენი არიან ზევგიტები. და ყველაზე ღარიბი ესენი არიან თეტები. 200 მედიმზე ნაკლები რო აქვთ. თეტები არიან მსუბუქი მეომრები, ანუ მშვილდოსნები, მეშურდულეები, მატროსები, მეხოფეები გემებზე, იმიტომ რომ მაშინ იყო გემები, რომელსაც გარდა იალქნებისა, ისინი მოძრაობდნენ მანევრისთვის, მათ ჭირდებოდათ მენიჩბეები, იმიტომ რომ ბევრი კუნძულები რო იყო, მარტო ქარის იმედზე ვერ ეყავ, შეიძლება დაენგრია გემი, ან შეხეთქებოდა რაღაცას, ამიტომ манипуляция გემის ზღვაში ხდებოდა მეხოფეები. უფრო სწრაფი მანევრირებისთვის. თეტები არიან ესენი. მეტეკებს არ აქვთ არაფერი ჯერჯერობით, მაგრამ მე მოგვიანებით ათენში ისინი უკვე ჯარში გადიან, განსაკუთრებით პელოპონესის ომში უკვე მეტეკე, ანუ უცხოელები. მეტეკები მონაწილეობენ, მაგრამ ჯერ არ. მეტეკებს არ აქვთ სამოქალაქო არც უფლებები და არც მოვალეობები, მაგრამ თავისუფლები არა. ვაჭრობა გაგეხარდება, რამდენიც გინდა, ხელოსნობა, ააშენე, დაამშვენე, შეაკეთე, შექმენი, რაც გინდა. მან ესე იგი შექმნა სისტემა, რომელმაც ახლა საერთოდ როგორ არის, ათენურ დემოკრატიაზე როცა ვლაპარაკობთ, უნდა ვიგულისხმოთ 3 კაცი რა, ეს არის სოლონი, ეს არის პისისტრატე და ეს არის კლისთენე. ანუ ათენი განსხვავებით სპარტისგან 10 წლეულების და 100 წლეულების განმავლობაში რეფორმებს ატარებდა. სპარტაში დადეს ფიცი ლიკურგეს და არაფერი არ შეცვლილი. აქ სუიცვლა. აი ეს რეფორმები შექმნა, ანუ მან შექმნა, ვალები ჩამოაწერა, ხელი შეუწყო ეკონომიკის განვითარებას, შექმნა ქონებრივი ცენზით ძლიერი ათენური არმია, შექმნა ორპალატიანი პარლამენტი, ეს ყველაფერი ჩამოაყალიბა და რაქნა ერთი წლის ტლავზე აღარ იყარა კენჭი არქონტოვაზე და უარი თქვა ხელისუფლებას, ხალხო, ძვირფასო ქართველები. ეს რაც ჩამოგიყევით ახლა, საფუძველი ათენური და ზოგადად მსოფლიო დემოკრატიის საფუძვლები ერთ წელიწადში გააკეთა კაცმა და გადადგა. ახლა ბევრი ამბობს რატო წავიდა ახლა ამ ყველა რეფორმა იწვევს უკმაყოფილებას. არა უკმაყოფილი არა, ყოველთვის ასე არის. უკმაყოფილოები არიან ეპატრიდებიც, რომ რაღაცეებში შეგვეცა. უკმაყოფილონი არიან დემოსიც, იმიტომ რომ ბოლომდე არ წაიღო და მაგალითად სახელმწიფოს მართვა მაინც ეპატრიდების ხელში დარჩა და არეოპაგის ხელში დარჩა ნაწილობრივ, ამიტომ ამას ატყობდა ეს სოლონი და ადგა და პირობა ჩამოართვა, ჩამოკიდა ეს კანონები დაიწერა და ჩამოიკიდა ქალაქში და დაითქვა რომ 100 წელი ეს არ უნდა დაირღვეს. და ეკლესიამ კენჭი უყარა და მიიღეს ეს ყველა, მაგრამ როგორც კი ეს გააკეთა, ადგა და გადადგა, ნუ გაუვიდა ვადა ისედაც, გადადგა და წავიდა სამოგზაუროდ. სამყარო უნდა ვნახო, მსოფლიო უნდა ვნახო. სოლონი. მანამდე ძალიან საინტერესო არქონტი გახდებოდა, მანამდე ათენელებს ეს უნდა ვახსენო, აუცილებლად ათენელებს ჰქონდათ უმძიმესი ბრძოლა ქალაქ მეგარასთან კუნძული სალამინისთვის. წააგეს დამარცხდნენ ათენელები. და იმ დონეზე დამარცხდნენ და ისეთი მსხვერპლი ჰქონდათ, რომ ათენის არეოპაგმა აკრძალა სიტყვა სალამინის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა. ამას გიყვებთ სანამდე არქონტი გახდება სოლონი. აი როგორი კაცი იყო, ხო? არა და ეს სალამინი სტრატეგიული მნიშვნელობის იყო რა. ძალიან ჭირდა ათენის პირევსის გადაღმა სალამინი იყო და
ზღვაზე კონტროლი სალამის გარეშე ათენს უჭირდა და მე გარამ წაართვა ეს ონაპირე ქალაქი. და რა ქნახოთ ეს რომ ეს თემა რო განეახლებია. თავი მოიგიჟიან. გიჟი პასუხს არ აგებს კანონთან. ერთ პერიოდი ჩათვალეს ათელი რომ გიჟია. ლექსებს წერდა ფანტასტიკურს. და ერთხელ ეკლესიაზე მივიდა სახალხო კრებას და წაიკითხა ელეგია სალამინი. ახლა ნუ ემუქრება სიკვდილით დაჟჯა, მაგრამ ზოგი თვლის რომ გიჟია და ზოგი თვლის რომ არ არის გიჟი და ნუ დიდი ამბავი ატყდა რომ რატო თქვა, მაგრამ ამ დროს ახალგაზრდობამ დაუჭირა, ახალგაზრდობას უნდა რევანშის აღება. მერე გაგრძელდა ის ომი სალამინი დაიბრძა ართვეს მეგარას, ასეთი ტიპი იყო რა, რისკებზე მიდიოდა სულ. უბრუნდეთ ახლა მის მოგზაურობას. მოიარა მთელი აზია, ეგვიპტეში იყო, კვიპროსზე იყო, ლიდიაში ჩავიდა. ლიდიაში არის ასეთი ცნობა ჩვენ წინა იმაში, როცა სპარსელებზე საუბრობდით, რომ თითქოს და ლიდიის მეფე კრეს შეხვდა, აი მდიდარს, რომელმაც თავი წააგო კიროსთან ომში. არ ემთხვევა, კრეზი მაშინ არ იყო, კრეზი გვიან გახდა მეფე. როგორც ჩანს, შეხვდა ალიატეს მამამისს. ლიდიის მეფეს კრეზი მაშინ ახალგაზრდა უფლისწულია და როგორც ჩანს ამის დუბლირება მოხდა მერე. იმაში თუ არაფრით არ ემთხვევა. სოლონი 25 წლით ადრე იყო. ვიდრე კრეზი გამეფთა ლიდიაში, ხო? მოიარა ყველაფერი ესე ნახა, მაგრამ როცა დაბრუნდა 10 წელი იმოგზაურა. 93-დან 93-მდე მე დაბრუნდა ათენში, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობაში არ ჩაერია. არ ჩაერია. გააკეთა რეფორმები და არ ჩაერია. მთავარი მიზეზი რა იყო, რომ ვინმე არ დამაბრალოს, რომ მე ჩემთვის ვიყენებ ამას. არ იყარა აღარც არ კონტობას, თუმცა არის ცნობები, რომ სასამართლო პროცესებში მონაწილეობს რაღაცა პოზიციები აქვს დაჭერილი, მაგრამ სიკვდილამდე 1 წლით ადრე ათენში აირია სიტუაცია. გამოჩნდა ასეთი კაცი, სახელად პისისტრატე, მის ნათესავია. სოლონის ნათესავია პისისტრატე, მე რომელმაც ერთ-ერთი ეკლესიის შეკრების დროს ხელში ჩაიგდო ხელისუფლება. დაშალა ყველაფერი, წაით სახლებშიო, მე მოგხედავ თაწიო რა. ტირანია დამყარდა ათენში. გამოჩნდა კაცი, კანონებს მიღმა. კანონზე მაღლა. მას თავის დროზე ეკლესიამ უფლება მიცა, რომ შეიარაღებული რაზმი ყოლოდა. იქ ახლა ბევრი რაღაცები იყო, იქ დაპირისპირებები იყო, პარტიები იყო, ამ ეპატრიდებში სხვადასხვა მიმდინარეობები იყო. ხო, დუღდა და ცხოვრობდა ათენის, პოლიტიკური ცხოვრება ძალიან მოდებული იყო. სოლონი დაუპირისპირდა პისისტრატეს, მაგრამ ნუ ვერ მოერია ახლა რა და 560 წელს ტირანი გახდა პისისტრატე. სოლონი 1 წელიწადში მოკვდა. 559 წელს მოკვდა სოლონი. ახლა ძალიან საინტერესოა თვითონ პისისტრატეს ეპოქა. 560-527 წელი იყო ტირანი. მაგრამ საინტერესო რა ორჯერ დაამხეს. სპარტა აიღეს, სადაც სრული აი უძრაობა რა, სიო არ მოძრაობს და ათენში ნუ ქარიშხლებია სულ რა. როგორი კონტრასტია. ორჯერ დაამხეს, ორჯერ მობრუნდა. და მე ვთქვი, ადრე ვთქვი, რომ ტირანები ძალიან ეყრდნობოდნენ ღარიბ მოსახლეო დემოსზე იდგნენ, იმიტომ ტირანების თავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ სხვა ეპატრიდები და სხვა არისტოკრატები, რომ იმან შეიძლება ეს ჩამოეგდო და თვითონ დამდგარიყო, ხო? და ხელისუფლებისა პოლიტიკიდან რომ ჩამოეშორებია ეს ღარიბი მოსახლეობა, გლეხობა, იგივე ატიკაში რო ცხოვრობენ, ხო? ეკლესიაზე რო არიარონ. ანუ სახალხო კრებებზე პისისტრატემ გააკეთა თავისთვის მომგებიან, მაგრამ ამავე დროს ძალიან საჭიროა. სასამართლოები გაიტანა დემებში, სოფლებში გაიტანა. იმიტომ რომ სასამართლოები როცა იყო, ჩივილი იყო რაღაცა, ყველა ჩამოდიოდა ათენში და იქ არ ყვებდნენ რა საქმეებს. ამან ადგა და სოფლებში ჩაუტანა. დეცენტრალიზაცია მოახდინა. სასამართლო ხელისუფლების. ხო. თვითმმართველობის ერთ-ერთი სასამართლო ჩაიტანა სოფელში რა, რომ ქალაქში არ ჩამოხვიდეთ, სამართალს მე მოგიტანთ მანდ.
ძალიან ეხმარებოდა გლეხობას გადასახადების შეუმცირა პისისტრატე ამ ტირანმა. ტირანიც არ და ტირანიც ხო ახლა. მაგალითად ათენის ქალაქის ღატაკობას ხელს უწყობდა იმითი, რომ დაიწყო საზოგადოებრივი მშენებლობები, ტაძრები, არხები, კედლები, პორტი პირებში გააფართოვა. სამუშაოები გააჩინა, ხელფას უხდის ყველას. ხელფას შემოიღო. ძალიან ხელს უწყობდა კოლონიზაციას. ძალიან ბევრი ათენური კლერუხიები დააარსა სხვადასხვა მიმართულებით, აღმოსავლეთით, დასავლეთით. ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა ჰქონდა. მოკავშირეობა ჰქონდა თესალიასთან, დიდ ბერძნულ პროვინციასთან, ოლქთან, ჩრდილოეთ საბერძნეთში. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა არგოსთან, პელოპონესში. არგოსი ტრადიციული მეტოქია სპარტის პელოპონესში. სპარტასთან კარგი ურთიერთობები დაამყარა. მის დროს გამოჩნდა თეატრი ათენში. ანუ ძალიან ხელი შეუწყო ათენის ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ გაძლიერებას. კულტურალურსაც. ხო, და სოციალური მდგომარეობა გაზარდა ძალიან. შემოსავლიანი დიდარი ქალაქი დიდრდება ათენი ისის სტრატეგიის დროს. მას თანა ტირანებად ყავს თავისი შვილები, ჰიპია და ჰიპარქე. 627 წელს მოკვდა პისისტრატე. ხელისუფლება დაიტოვეს ამ ბიჭებმა, შვილებმა. ახლა ჰიპია ძალიან განსხვავდებიან, ეს უფროს ჰიპია ჭკვიანია, მამამის გავს. მაგრამ ის ჰიპარქე არის ზნედაცემული ადამიანი, უმცროსიც. ძალიან ხშირად ჰქონდა ძმებს კონფლიქტი, ის ვერ აკავებდა ამას. რაღაც გადახრებებიც ჰქონდა ჰიპარქეს. რამაც გამოიწვია, ძალიან გამომწვევად იქცევა ეს უმცროსი ძმა. ამან გამოიწვია ეპატრიდებშიც და დემოშიც დიდი უკმაყოფილებები, რაღაც სისულელებს ჩადის. მე ახლა ტრადიციულად ბერძნებში ახლა ტირანია მიუღებელი ფორმა იყო. არ მოწონთ რა. კი, ახლა პისისტრატე მაგარი კაცია, მომხრეებიც ყავდა ბევრი. ამიტომ ვერ მოერია სოლონე. სოლონე რომ დაუპირისპირდა, ხალხი ამის მხარეზე აღმოჩნდა. იმიტომ სახალხო საქმეებს აკეთებდა. ხო? მაგრამ ნუ როცა მოკვდა, ახლა ჰიპია აგრძელებს მამამისის პოლიტიკას, მაგრამ თავის ძმას ვერ აჩერებს რა. ამან ძალიან ბევრი რაღაცა იქ რაღაცა სკანდალებში გაეხვია, საკმაოდ არასასიამოვნო იქ დაანჩენი ეპატრიდები უკმაყოფილოები არიან ძალიან ესე, ამან გამოიწვია შეთქმულება. 514 წელს ათენელების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტეს, რომ უნდა დავხოცოთ ესენი რა, არ არის საშველი უკვე რა, გვეყოფა. შეთქმულება ნაწილობრივ დამთავრდა წარმატებით და წარუმატებლად. საბოლოო წარუმატებლად ჰიპარქე მოკლეს უმცროსი ძმა, მაგრამ ჰიპია მოერია ამ შეთქმულებას. მაგრამ დარჩა ისე, მაგრამ თუმცა გაამკაცრა მე სიტუაციები და მისი ოპოზიცია, პისისტრატეს ჯერ კიდევ და მე ჰიპიას ოპოზიცია, ეს არის ცნობილი ათენელი მოქალაქე კლისთენე. ოპოზიციურად განწყობილი ხალხის, დემოსის და მათ შორის ეპატრიდებისაც კლისთენე არის. მისი გვარი კლისთენე იმან პისისტრატემ გააგდო. ეს ცნობილი გვარია ალკმეონიდების, რომელსაც მომხრეებიც ყავდა და მოწინააღმდეგე. იქ ახლა რაღაცები მოხდა. მერე შეიძლება ვილაპარაკოთ რაღაც ალკმეონიდებს სისხლის დაქცევაში ბრალსდებდნენ და იქ კიმონი და მთელი ამბები, მაგრამ ახლა ამის დრო არ აყვავს. დაუპირისპირდა, თუმცა ეს გაქცეულია კლისთენ და გარედან ებრძვის. წინააღმდეგობას უწევს და ამ კლისთენამ ძალიან საინტერესო ის გააკეთა, რა ქვია, ეშმაკობა. მან მოისყიდა დელფოს ორაკული. პითია მოისყიდა. აი ეს წინასწარმეტყველი,
ვის წინასწარმეტყველებებზეც ბერძნული ქალაქების და არა მარტო ბერძნული იმას ჭკუას დადიან. პითია რასაც იტყვის, როცა შეეკითხებიან, პითიას წინასწარმეტყველებებზე მოქმედებენ. არის ასეთი ცნობა, რომ კლისთენემ მოისყიდა პითია და პითიამ სპარტელებს შეუთვალა, რომ გაანთავისუფლეთ ათენი ტირანისგან. ხა სპარტა ხო გვახსოვს ტირანების მოწინააღმდეგე და მართლაც მოხდა ისე, რომ 510 წელს სპარტელების ჯარი შევიდა ათენში და დაამხეს ჰიპია. ჰიპიას დამხობას მოყარა და დააყენეს იქ თავისი კაცი არქონტად აირჩიეს მერე ისაგორე. ჰიპია გაიქცა. მეტასად გაიქცა, სპარსეთში გაიქცა. სპარსეთში გაიქცა. ისაგორე მოიყვანეს არქონტად და ათენის აკროპოლისში გამაგდა სპარტელების გარნიზონი. ანუ სპარტელებმა დაამხეს ტირანია, მაგრამ რო არ გამეორდეს ტირანია და კიდე ვიღაცას თავში არ აუვარდეს და კანონზე მაღლა არ დაიყენოს თავი, სპარტელების რაზმი ჩადგა აკროპოლისში. ხო ათენელებს ეს არ მოეწონათ, არ მოეწონა კლისთენესაც რა. არა კლისთენე გენიალური ტიპი იყო მართლა რა. მოხდა აჯანყება სპარტელების წინააღმდეგ 2 წელიწადში 508 წელს მოხდა კლისთენე ჩაუდგა სათავეში ისაგორეს დაუპირისპირდნენ ეს ისაგორე და სპარტელები გამაგრებულები არიან აკროპოლისში და ბლოკადა მოუწყვეს ათენელებმა. ახლა რო გითხრა რომ შეტაკება იყო არ იყო იმიტომ რომ ახლა სპარტელებთან ჩემტერს რა მაგრამ ალყაში მოაქციეს მთელი ქალაქი არის წინააღმდეგ და ესენ გამაგრებული არიან აკროპოლისში ხო და ნუ საბოლოო ჯამში მე სპარტელები იძულები გახდნენ დაეტოვებიათ ქალაქი გავიდნენ იქ მოხდა ის რომ სპარტას თავის მოკავშირეები რო ყავდა იმ მოკავშირეებმა უთხრეს პელოპონესელი მოკავშირეებმა უთხრეს რომ დაანებე რა შეეშვით რა ხო დაამხე ტირანე ახლა აცალე თვითონ იცხოვრა აი როგორები იყვნენ ბერძნები ხო სპარტის მოკავშირე პოლისებმა უარი უთხრეს ომის გაგრძელებაზე და დაპირისპირებაზე ამ აჯანყებულ დემოსთან ხო გავიდნენ დატოვეს ათენი ფაქტობრივად კი გადაარჩინეს ახლა ტირანია დაამხეს ჰიპია გაიქცა ხელისუფლებაში მოვიდა კლისთენე სახალხო გმირია ჯერ ტირანია დაამარცხა მერე სპარტელები განდევნა და გახდა ეს არქონტი 508 წელს 8 წელი იყო მართავდა არკვეონიდების გვარიდან იყო ამან გააკეთა საბოლოო რეფორმა. აი კლისთენეს რეფორმები არის გვირგვინი დაწყებული სოლონის, მერე პისისტრატემაც ბევრი რაღაცები გააკეთა. თვითმმართველობა პისისტრატეს პროდუქტია, ხო? მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ დემოკრატიას ვეძახით, ბერძნულ დემოკრატიას ვეძახით, ეს არის რა თქმა უნდა კლისთენი. დღევანდელი ტერმინოლოგიით დემოკრატიის კონსოლიდაცია მოახდინა საბოლოო ჯამში, ხო? ბოლო ბეჭედი არის დემოკრატიის შექმნაში კლისთენი. ახლა რა გააკეთა ამან ხო? ახალი ადმინისტრაციული რეფორმა დაიწყო. გახსოვთ ალბათ რომ სოლონის დროს იყო 4 ფილე. და იქიდან ირჩეოდა ბულე 400 კაციანი საბჭო. ამან ათენი და ატიკა დაყო 10 ფილეთ. 10 ადმინისტრაციული ერთოფილე ვიმეორებ არის ტომი. 10 ფილე იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, მაგრამ იყო პროფილით. ერთი ნაწილი ფილე იყო, 4 ფილე იყო ათენში, 3 ფილე იყო სანაპიროზე და 3 ფილე იყო თიან რეგიონში. თია ხო, სადაც მიწა მოყავთ რა. ამით სხვათაშორისო დააშორა არისტოკრატია და დემოსი ერთმანეთს. გავლენები აღარ ჰქონდათ რა. არისტოკრატებს აღარ ჰქონდათ გავლენა. ფილე რას წარმოადგენს? არის ერთეული, სახელმწიფო ერთეული არის და რა უფლებები აქვს, უბრალოდ რა ევალება.
ფილემ უნდა აირჩიოს ერთი სტრატეგოსი, ანუ სარდალი. ყოველმა ფილემ თვითონ ირჩევს. ანუ ათენს გაუჩნდა 10 ახალი თანამდებობა, სტრატეგოსი, რომელმაც ჩააჩოჩა და საბოლოო ჯამში მინიმალურად დაიყვანა, მინიმუმამდე დაიყვანა არქონტების ხელისუფლება. ანუ სტრატეგოსები არის 10 სტრატეგოსი ირჩევა ყოველწლიურად. ფილეს ევალება რომ ომის დროს გამოიყვანოს 1000 ჰოპლიტი, ანუ ძიმედ შეჭურვილი მეომარი, ძიმე ქვეითი. ანუ ათენს ყავს 10000 კაციანი არმია გამოყავს. და ფილეს ევალება 50 დელეგატი, დეპუტატი აირჩიოს ბულეში. სოლონის დროს არის 400 კაცი ბულეში, ხო? იმიტომ 4 ფილე. აქ 50 უნდა აირჩიოს. უკვე 500 გამოდის. უკვე 500-თა საბჭო ქვია ამას. ბულე. ძალიან საინტერესო რაღაცაა. რა თქმა უნდა, პირველი ორგანო, უპირველესი ორგანო არის ეკლესია, მაგრამ ეკლესია იკრიბება წელიწადში 40 ჯერ. ახლა ესეც საინტერესოა კალენდარი როგორი აქვთ რა. მაგრამ ეს 500-თა საბჭო მუდმივად არ იკრიბება. ათენელებს აქვთ პოლიტიკური, ანუ სამოქალაქო კალენდარი. სამოქალაქო კალენდარი ნიშნავს 10 თვეს. თვეში არის 36 დღე. და თითოეულ თვეს სახელმწიფოს მართავს 50 კაცი, აი 500-თა საბჭოდა. აი 500 კაცი სულ კი არ იკრიბება. მათ შეუძლია ჩამოვიდნენ და დაესვენ, მაგრამ თავმჯდომარეობა მიცა ყველა ფილეს ქონდა 10 თვეში ერთი თვე ფილეს ქონდა თავმჯდომარეობა, მათი 50 დეპუტატი იკრიბება, გამოპროექტებს განიხილავს, ამზადებს, რომ გაიტანოს იმაზე, რა ქვია, ეკლესიაზე. ამ სამოქალაქო თვეში როცა კანონებს ამუშავებს ეს ბულე 50 კაციანი, ხო, თავმჯდომარეობა დავარქვათ ასე, ხო? არა უпроსორად ეკლესია იკრიბება 4 ჯერ წელიწადში. თვეში 4 ჯერ იკრიბება. 26 დღე, ანუ 9 დღე გამო, 9 დღეში ერთხელ ხალხი. მაგრამ ახლა ეკლესიის ძალმოსილება რა შეიძლება? კვორუმები არ არსებობს. ახლა ეკლესიას რა ფუნქცია აქვს? კი, ყველაფერს ამტკიცებს, მაგრამ აქ დასრება არის ნებაყოფლობით. შეიძლება 5000 მოქალაქე შეიკრიბოს და გაიტანონ და დაამტკიცონ კანონები, მაგრამ შეიძლება 300 კაცი მივიდეს. ვიღაცას დაეზაროს, ან ვიღაც წასული იყოს. მაინც აქვს უფლება. ანუ ეს არის იდიოტი სიტყვა ხო საიდან მოდის? აქედან მოდის. მოქალაქე, რომელიც არღებულობს ეკლესიაში მონაწილეობა, არ აინტერესებს ქვეყნის ბედი. აქედან მოდის იდიოტი. აქვს ხმის უფლება, მაგრამ აქტიურად არ მოდის. არ გაინტერესებს, კი ბატონო. შენ უმოხვალ. მაგრამ აი ჩვენ რო შევიკრიბებით, თუ შენოთ და კანონს რომ მივიღებთ, იმ კანონს შენ კეთილს ინებებ და დაემორჩილებ. რამდენიც ვიქნებით იმაში, 9 დღეში ერთხელ, როცა იქნება ეკლესია შეგრევილი, მოვიდა 500 კაცი, გაიტანა რაღაცა. მისი 50 საბჭოს წევრის მიერ კანონია მორჩა, შენ რატო მაშინ მოსულიყავ და გეთქვა უარი. აი ეს არის, აი დემოკრატიის სიძლიერე, არავინ არ იცის სინამდვილეში, რაში არის დემოკრატიის სიძლიერე. დემოკრატიის სიძლიერე არის არჩევითობა, მოკლევადიანობა და აუცილებლობა, ემორჩილები შენ. მე არ მიმიღია მონაწილეობა და ბუდიში და ფეხებზე მკიდია, არ არის ეგრე რა. მაშინ მოსულიყავი. და გეთქვა, განსხვავებით პარტიისგან გამოსვლები არის. შენ სიტყვის უფლება გაქვს. შენ შეგიძლია კანონპროექტი ჩააგდო. დებატებში მონაწილეობა, კაი, გამოიტანა რაღაც კანონი, გამოაქვს საბჭოს, ხო? გამოხვედი და გადაარწმუნე ხალხი და ჩავარდა. ჩააგდე. გადაიყვანე შენ ჭკუაზე. ხალხი. ამიტომ დაიწყო ეს რეფორმა გააკეთა, ესე მივიღეთ რა 10 ფილე, 1 სტრატეგოსი, 10 სტრატეგოსი, 500-თა საბჭო, თავმჯდომარეობა და სამოქალაქო კალენდარი. 50 კაცი
ბრიტანიებს ეძახოდნენ ამას თავმჯდომარეობას 50 კაცი რომ მართავს თითო თვე. და მივიღეთ კანონმდებლობა, ანუ რა მივიღეთ? თვითმმართველობა, მართვა, არჩევითობა, ყველას ირჩევენ, არავინ არ ინიშნება რა. და მივიღეთ როგორ ხდება კანონის ინიცირება, მისი დამტკიცება ან მისი უარყოფა. უმთავრესი და მე რომ მკითხოთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინსტიტუცია შემოიღო კლისთენამ, ეს არის ოსტრაკიზმო. ოსტრაკიზმსაც ეძახი. რა არის ეს? ოსტრაკონი ბერძნულად არის თიხის ნატეხი. პერიოდულად მოქალაქეები, ხო იყო ახლა დაძაბულობა იყო იქ სხვადასხვა მოსაზრებები იყო, სულ დუღდა ეს ეკლესია, ეს ხუთასთა საბჭო, ეს სულ გარჩევები მიდიოდა რა. ხო და ყოველთვის იყო დაპირისპირებები, ახლა ბუნებრივია კონკურენცია უდრის დაპირისპირებებსაც. ხო. ამიტომ ამან შემოიღო ახალი დამზღვევი. ასეთივე დამზღვევი ეფორები იყვნენ იქ, მაგრამ ეს უფრო მაგარი ეს ინსტიტუცია ოსტრაკიზმი რას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომ ინიციატივით შესულიყვნენ მასში, რა ქვია, საბჭოში, ხუთასთა საბჭოში და ეთქვათ, რომ ჩავატაროთ ოსტრაკიზმი, ანუ კენჭისყრა რას ნიშნავს ეს? შენ შეგიძლია კენჭისყრა ჩაატარო იმის შესახებ, ვინაა სახიფათო ადამიანი სახელმწიფოსთვის. ანუ კენჭს უყრიან, ვინ არის საშიში კაცი. ვინ ემუქრება დემოკრატიას, ვინ ემუქრება კანონს, ვინ ჩალიჩობს, რომ ტირანი გახდეს. თავზე დაგვაჯდეს. ანუ პარტიისგან განსხვავებით, სადაც ეს ემფორები სუბიექტურად იღებდნენ, მართალია. ხო, მაგრამ მე როცა აღარ იყრიდნენ კენჭს, ისიც შეიძლება მე სხვა ემფორების ქვეშ მოქცეულიყვნენ. ეს გადაზღვევა, პრინციპში ორივე მაგარი გადაზღვევა. ორივე ერთმანეთისგან განსხვავებით, მაგრამ ორივე აზღვევს სახელმწიფოს. თუმცა ამ შემთხვევაში ეს მსჯელობისაგან ხდება. რა თქმა უნდა. თან როგორ იყო ახლა მე თქვა რაღაცა მოქალაქეები შევიკრიბეთ სახალხო ეკლესიაზე გამოვიტანეთ, მე საბჭოს გადავეცით, რომ აი ჩვენ გვინდა რომ ჩავატაროთ ოსტრაკიზმი, ანუ კენჭისყრა თიხის ფილებით, რომ ვინაა სახიფათო სახელმწიფოსთვის. ამ იმაზე ფილებზე, ამ ნატეხებზე წერდნენ, კაწრავდნენ სახელებს, რომ ვინაა სახიფათო. ხო ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ თავის მეზობილის იმას სახელს დაწერდა ახლა ჩვენი თანამედროვეები ვიწრო აზროვნებით ახლა როგორ წესი ცნობილ ადამიანებზე იწერებოდა რა. ან არეოპაგის წევრია, ან საბჭოს წევრია, ან სტრატეგოსია, ან ის არის არქონტია, რაღაცა რა ეს იქაჩება რა. თან პისისტრატეს გამოცდილება ჰქონდათ და ჰიპიას გამოცდილება ჰქონდათ, ხო? ამიტომ კენჭი უყაროთ და ვინც მეტ ხმას აიღე, ვის სახელსაც მეც დაწერდნენ, მას 10 წლით უნდა დაეტოვებია ატიკა. 10 წლით. 10 წლით უნდა წასულიყო. ფაქტობრივად განკვეთას სულდრიდა. გარიდებას. გარიდება უფრო სწორი არის, იმიტომ რომ მის ქონებას ხელს დანაშაულში აღიარება ეს არ არის, მაგრამ გაგვეცალე 10 წელიწადი. ქონება გრჩება, ყველაფერი გრჩება, შენი ოჯახიც გრჩება. შენ უნდა წახვიდე. დატოვა ეს, იმიტომ რომ 10 წლის მერე გადაივლეს ეს ყველაფერი, სხვა პოლიტიკური სიტუაცია, მე დაბრუნდი ასტრონომიულად 10 წლის მერე შეგიძლია დაბრუნდე და მე კენჭიც ვიყარო და ყველაფერი ქნა. ახლა ბევრი თანამედროვეა დემოკრატიის აჩემებული აპოლოგეტები რო არიან, აკრიტიკებენ კლისთენს, როგორ შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევა და რაღაცა ხო არიან, რქიანებს რა დალებს, ხო? საფუძველი აქედან მოდის, მაგრამ ეს იყო სამოქალაქო ომის და დაპირისპირების და პოლიტიკური მკვლელობის საწინააღმდეგოდ გაკეთებული. ანუ კაც საშიშია, ჩაუტარეთ, მიიღო ყველაზე მეტი ხმა უარყოფის, წად დატოვე რა, თუ არა და მოსაკლავია რა, უნდა მოუკლათ, თორე შეგჭამს მე ეს. არა რაღაცას დაგვიშავებს და ძალიან დიდი და ცნობილი ადამიანები მე ჩვენ გავივლეთ, ბევრს მოუწყეს ასეთი ოსტრაკიზმი. ანუ გარიდება მოხდა შარის, პოლიტიკური შარების.
გადაიზღვია. ანუ ჩვენ მივიღეთ რა, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ დასრული, ჩამოყალიბებული დემოკრატიის სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ რთულია, საკმაოდ გადატვირთულია, მუდმივ აზროვნებას, მუდმივ არჩევას, აწონვას, კონკურენციას მოითხოვს, მაგრამ გამორიცხავს სახელმწიფოს დაცემას, ჩაძირვას, ჩამყაყებას, ერთის სათავეში დარჩენას, რომ აღარ არის საშველი, რომ არის და რაც თავი გახსოვს, არის და არ მიდის და არ გვანებებს თავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს აქტუალური თემაა დღესაც, დღევანდელ მსოფლიოში. და ჩვენს რეგიონშიც ახლა პოლიტიკური ისენი რომ არ მოგვიწიოს, ახლა ჩვენ ვარიდებთ ამას თავს. დღევანდელ პოლიტიკას საქართველოში არ ვაფასებთ, მაგრამ მე მგონი ყველა მიხვდება რაზე ვსაუბრობ. და ამიტომ არის რომ მე 1993-ში თუ 14-ში აღარ მახსოვს, მე მგონი 13-ში გაეროს ეგიდით მსოფლიო იზეიმა დემოკრატიის 2500 წელი. ეს ემთხვევა კლისთენეს რეფორმებს. საბოლოო ჯამში, როცა არის საუბარი ძველი დემოკრატია, თანამედროვე დემოკრატია, მე მგონი ვატყობთ, რომ ძალიან განსხვავდება ამისგან. ხო? იმიტომ რომ მაშინ ხმის უფლება, მოქალაქეობა ქონდა პასუხისმგებელ ადამიანს, ვისაც ქონება აქვს, ვინც ომში მიდის, ვინც ომობს და დღეს ახლა ხმის უფლება აქვს ყველა სულელს და ყველა უპასუხისმგებლოს. ამიტომ არ აგავს თანამედროვე დემოკრატია პირდაპირი გენეტიკური კავშირით არაა დაკავშირებული აი თუნდაც ათენურ დემოკრატიას და მე მოგვიანებით როცა გვექნება რომაული რესპუბლიკა, რასაც იქაც ასეთი სიტუაცია. სახელმწიფოს მართავს პასუხისმგებლიანი კაცი. მეტი არავინ რა. ხო? ამიტომ მივიღეთ ჩვენ დემოკრატია 25 საუკუნოვანი დემოკრატია, რომელიც თანამედროვე სამყაროს საფუძველთა საფუძველია, გზამკვლევია. პოლიტიკური სასწავლებელია. პოლიტიკური დოკუმენტია, ეს რაზედაც მე აღმოცენდა განსაკუთრებით განმანათლებლობის მერე ევროპაში სხვათა შორის ეს განმანათლებლობა რენესანსი უკავშირდება კონსტანტინოპოლის დაცემას, როცა ძალიან ბევრი განათლებული ბერძენი წავიდა ევროპაში და შეიტანა. ეს მემკვიდრეობები შეიტანეს სულ და მერე უკვე მე-18, მე-19, მე-20 საუკუნე ეს არის ეს კლისთენე. სოლონი ნაწილობრივ პისისტრატე კლისთენე. ამაზე დგას თანამედროვე სამყარო და მივიღეთ ასეთი საბერძნეთი და ასეთი საბერძნეთი უკვე ელოდება დიდ ომს, რომელიც დაიძრა აზიიდან. მოდის მთელი აზია. მთელი აზია მოდის. რა ვიცი, ინდოეთიდან ეგვიპტემდე, კავკასიიდან ეთიოპიამდე. მთელი აზია მოდის. ახლა როცა არის საუბარი ეს ორი ძალა როცა ერთმანეთს დაუპირისპირდა, ვირამდენი იყო არის მოსაზრება, რომ სპარსეთის იმპერიაში 30-დან 50 მილიონამდეა მოსახლეობა. ხა მარტო ეგვიპტე იყო 7-8 მილიონი. მაშინდელი სამყაროს, რა ვიცი, 1/4 შედიოდა სპარსეთის სიმაღლე, ჩინეთის ჩათვლითაც კითხვენ წარმოიდგინეთ რა. და ცნობილი სამყაროს 1/4 შედიოდა, ხო? 30-დან 50 მილიონამდე. ირანი ბერძნები რამდენი არის? მაქსიმუმ 1,5 მილიონი. მაქსიმუმ ისიც. ახლა მე მინდა საბოლოოდ ეს ჩვენი ლექცია დავასრულოთ. ახლა ირანი ვიცით რა არის? ეს მონარქია, ერთი კაცის ხელშია. კონცენტრირებულია ერთი კაცის და ერთი დინასტიის ხელში. პირველი უნივერსალური იმპერია. პირველი უნივერსალური გლობალური იმპერია, რასაც ქვია, მანამდე რეგიონალური იმპერიები იყო, ესა პირველი გლობალური იმპერია, სამ კონტინენტზე. ევროპა ამაზედაც ვისაუბროთ, მე ევროპაში როგორ შევიდნენ პირველად სპარსელები, ხო? და საბერძნეთი რა არის? 1,5 მილიონი. ახლა საბერძნეთი რო ავიღოთ, სამად იყოფა. გეოგრაფიულად ეს არის კონტინენტური საბერძნეთი, ანუ ევროპული საბერძნეთი, ეს არის კუნძულოვანი საბერძნეთი და ეს არის მცირეაზიული საბერძნეთი, ანუ იონიური საბერძნეთი, რომელიც უკვე ირანის ქვეშ არის. გახსოვთ ხო, როცა კიროსმა
დაიპყრო ჯერ ლიდია და მე მანამდე ეს იონიური ქალაქები, ლიდიის ხმათნაფიცები იყვნენ და მე კიროსმა დაიპყრო. ანუ ამიტომ ამბობ მილიონ ნახევარი, იმიტომ იონიელები უნდა გამოვაკლოთ, იმიტომ რომ მე ამ დაპირისპირებაში ეს მცირე აზიელი იონიელი ბერძნები სპარსელების ჯარში იბრძვიან. და სპარსული ფლოტის ხერხემალს წარმოადგენენ ფინიკიურ ფლოტთან ერთად. ამიტომ დაგვრჩა კუნძულოვანი საბერძნეთი და კონტინენტური საბერძნეთი, ანუ მილიონი კაცი. მაგრამ ეს მილიონი რა მილიონი, ესა ბაჯაღლო ოქრო. ყველა არის მოქალაქე, ყველა არის თავისუფალი, ყველა მიცის თავისუფლება, ყველა მიცის წერა-კითხვა, ყველა ესა ემსახურება და სწირავს ხერხს თავის ღმერთებს, მონებმა იციან წერა-კითხვა. მონებმა და ყველა მიცის თავისი უფლებები და ყველა მიცის თავისი მოვალეობები. ომის დროს, მშვიდობის დროს სარგებლობენ უფლებებით, ომის დროს სარგებლობისა იყენებენ მოვალეობებს. ყველა მეომარია. ყველა არის ჰოპლიტი. იქეთ აზიაში შოლტებით მოერეკებიან დაპყრობილ ხალხებს. შოლტებით. არის ასეთი მოსაზრება, რომ სპარსულ არმიაში ყველაზე პატარა შენაერთი იყო ათეული, სადაც 9 არის მეომარი და მე-10 არის შოლტით ხელში. არ უნდა გაიქცე ბრძოლის ომი. აქ არ ჭირდება შოლტი ბერძნებს. აქ გააზრებული აქვს რისთვის იბრძვიან და აი კონტინენტურ საბერძნეთზე გეტყვით როგორი ხდება. დავიწყოთ ეს კონტინენტური საბერძნეთი იყოფა 3 ნაწილად, ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთ საბერძნეთი. ჩრდილოეთ საბერძნეთი არის ერთი პროვინცია, თესალია, დიდი პროვინცია. შუა საბერძნეთი არის აკარნანია, ეტოლია, ფოკიდა, დორიდა, ეს არის ბეოტია, ეს არის ატიკა, ეს არის მეგარიდა, ეს არის კორინთო, ეს არის არგოლიდა, ეს არის აქეა, ეს არის არკადია, ეს არის ლაკედემონი, ეს არის მესენა. აი ესაა საბერძნეთი. ასე ხდება. ლოკრები კიდევ დამავიწყდა, ლოკრები ცენტრალურ საბერძნეთში არიან, ოღონდ ორად იყოფიან. ოზელის ლოკრები და ოზელის ლოკრები ცალკე ცხოვრობენ და მეორე ცხოვრობს იმასთან, რა ქვია, ეტოლიასთან ახლოს. აი ასე არიან ჩამოყალიბებული, ზოგი ძლიერია, ზოგი სუსტია, მაგრამ მაინც ორი მეთაური ყავს. ეს არის ტრადიციული სამხედრო მანქანა სპარტა, ეს ამ დიდარი და თავისუფალი და განათლებული ათენი. ერთია დორიული, მეორე არის იონიური. ასე თითქოს და დაშლილად თითქოს და მოუმზადებლად ხვდებიან ბერძნები ყველაზე დიდ განსაცდელს, რაც კი გამოუვლია ელინ ხალხს, ბერძენ ხალხს. შემდეგი უკვე უშუალოდ გადავალთ ბერძენ-სპარსელთა ომებზე, განვიხილავთ დაწვრილებით, მე ვთვლი რახან ჩვენ ხალხს უყვებით ამ ამბავს, მაგრამ ჯობია დაწვრილებით. ჩვენ გავივლით გრანდიოზულ თემატიკას, ეს არის მარათონის ომი, ეს არის თერმოპილეში დაღუპული 300 სპარტელი, ეს არის ლეონიდეს თემატიკა, ეს არის სალამინის ომი, ეს არის თემისტოკლე, ეს არის პლატეას ომი, ეს არის მიკალეს გამარჯვება, რავი, ბევრი, გრანდიოზული ამბავი. მე არ ვიცი რამდენი დაგჭირდება, შეიძლება 3-ზე მეტი მოგზაურობა დაგჭირდეს, მაგრამ მე ვთვლი რომ რახან ეს საქმე დავიწყეთ გიორგი და რახან ჩვენს მაყურებელში არის ასეთი კეთილი განწყობა, რომ ესე მაშინ უნდა ვაუწყოთ ჩვენ როგორ იყო ეს. რა არის ევროპის საფუძვლები? საიდან მოდის ევროპა? თავარია შემართება და ენერგია გეყოს. ინტერესი რომ ძალიან დიდია და ყველა მოუთმენლად ელის ახალ სერიას ციკლიდან მოგზაურობა წარსულში, ამაში დამეთანხმება ჩვენი პატივცემული ძვირფასი მსმენელი და მაყურებელი. YouTube არხისა დროება, რომლის მოწონებაც, გამოწერაც, გაზიარებაც კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ უკვე ტრადიციულად ჩვენი ამ კონკრეტული გადაცემის დასასრულს. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და გვეხმარებით ცოდნის გავრცელებაში კაცობრიობის ისტორიის შესახებ.